Am წუთებში საქალაქო სასამართლოში ზურა გირჩი ჯაფარიძის პროცესი იწყება. Საქალაქო სასამართლოსთან იკრიბებიან მისი მხარდამჭერები. ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს, რომელსაც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობას ედავებიან, სავარაუდოდ დააკავებენ. კაცი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბათუმში გერმანიის ელჩს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პეტერ ფიშერს, კვლავ ემუქრება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცა ორგანოებს რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონიათ. მთავარმა გაარკვია, რომ ვალერიანე ქოჩიაშვილი პრორუსული ორგანიზაციის რუსეთი ჩემი მეზობელიას წევრია. მომხდარს გერმანიის ელჩიც გამოეხმაურა. ეს ძალიან არაქართული საქციელი იყო, თქვა პიტერ ფიშერმა. საქართველოს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა ლიეტუვამაც შეუჩერა. მანამდე აღნიშნული გადაწყვეტილება ესტონეთმა მიიღო. ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მეზობლის ცოლს SMS-შეტყობინებებს წერდა, რაც ქმარმა გაიგო, რასაც სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა.